მინდა გითხრათ, ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხედროსათვის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ. რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დაიწყოს ამათმა უნდა დაიწყოს იმის გამო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკა იყო არასწორი. სააკაშვილმა საიდუმლო შეხვედრები მოიკითხოს რა რუსებთან და სხვებთან კიდე. მართალს საიდუმლო შეხვედრებს რუსეთთან მითხარით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი წლის წინ აგვისტოში მან 500 ბიჭი ჩადო საფლავში. მის ცანცარს შეეწირა ეს ქვეყანა. ადგილებს შევქმნით, სამუშაო ადგილებს იცით ვინ ქმნის, ბიზნესი ქმნის. ქართულ ბიზნესს გადაუარეს, დაატერორეს, 9 პირი ტყავი გადააძრეს. ქართულ ბიზნესმენებს ფული დაამალიეს, მიწაში ჩაამარხიეს და ადგნენ და მერე ქვეყანა გაყიდეს. ცხინვალზე, მძინარე ცხინვალზე თავდასხმა, იმ ცხინვალზე, რომელიც ქართული ქალაქია და რომელშიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწერული, რადგან მან მშვენივრად იცოდა ვინ შემოარდებოდა და როგორ შემოარდებოდა აქ, არის საერთაშორისო დანაშაული და ამაზე უნდა აგოს პასუხი მან ჩვენი მოთხოვნით და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს მოთხოვნით. ეს ამ სტუდიიდან 30 კილომეტრში რუსის ტანკები მოიწვია მიხეილ სააკაშვილმა. მაშინ როცა მშვენივრად იცოდა, რომ მისი გაცემული დანაშაულებრივი ბრძანება სწორედ რუსის ტანკებს შემოიყვანა და აქა და არა იმას რა ქვია ნატოს ჯარებს ან საფრანგეთის მშვიდობის ყოფილებს, ხო? კი ბატონო, შეიძლება ის არ აღიარებინა ვენესუელას, ნაურუს და ნიკარაგუას, მაგრამ რუსეთმა რო აღიარა, საკმარისი არ არის ესა? საკმარისი არ არის რუსეთის აღიარება, რომელიც არის იმპერიას, ზესახელმწიფო, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომლის ხელშია მსოფლიოში მშვიდობის და ომის ბედი ვეტოს უფლების სახით. არ იყო რუსეთის მიერ აღიარება საკმარისი და ვინ აღიარებინა რუსეთს ეს ტერიტორიები? თქვენ, მე, ოპოზიციამ, გარესაპარლამენტომ, არასაპარლამენტომ თუ ჩვენმა სოფელში მარტო დარჩენილმა ბებიებმა. რა თქმა უნდა, აღიარებინა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა, რომ თუ ჩავარდებოდა სამხედრო ოპერაცია ცხინვალში, მოხდებოდა დე-იურე მისი დაფიქსირება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხედველობაშია ცხინვალი და სოხუმი. ამის თაობაზე მას აფრთხილებდნენ, ჩვენ მას ვაფრთხილებდით. ალბათ თქვენ შესანიშნავად გახსოვთ 2008 წელს ჩვენი განწირული კივილი, რომ არ დაძრათ არც ერთი ტანკი, ცხინვალის მიმართულები და არც ერთი ჯარისკაცი. მზადდება აღიარება, მზადდება კოსოვოს პრეცედენტი საქართველოს ტერიტორიაზე. გახსოვთ ჩემი ბრიფინგები და მოწოდებები, ხო? ხმის შახლიჩამდე რომ მოწოდებდი. ისმინა რა